ჩვენ მადლობელი ვართ უფლის რომ ისევ ერთად ვართ ამ წინვალე დღეს რომელიც ღმერთმა გვაჩუქა და მუდმივად უნდა ვიყოთ მადლიერი ყველა ფერში უნდა ვიყოთ მადლიერი შეიძლება ყველაფრისთვის ვერ ვართ მადლიერი მაგრამ ყველა ფერში უნდა ვიყოთ მადლიერი რომ უფალი მეფობს ამენ გაკურთხოთ უფალმა ყველანი ვინც აქ ხართ და ვინც კავშირებით იქნებით ჩვენთან ძვირფასებო დღეს მინდა გელაპარაკოთ იმიტომ რომ სერიოზულად ჩამედო გულში კომპრომისზე რომ ვიფიქროთ ამ ყველაფერზე ძვირფასებო თუ რას ნიშნავს ეს კონკრეტულად აი ამ სიტყვით ამ განმარტებით ბიბლიაში არ არის ნახსენები კომპრომისი მაგრამ აღმოაჩენთ რომ თითქმის ყველა წიგნი არის სავსე აი ამ საკითხით ეს არის ლათინური სიტყვა მისი ესე ვთქვათ განმარტებებით რომ ეს არის განსხვავებული შეხედულების მქონე მხარეთა დათმობაზე წასვლა Это значит идти на уступки уступки на другую сторону, то есть идти на уступки на людей, которые имеют другое мнение, на противоположное мнение. Разные взгляды. Да, разные взгляды. Amen. ეს არის კონფლიქტის გადაწყვეტა. Это значит разрешение конфликтов. შეთანხმების მიღწევა. Достичь какого-то согласия. მოკიშფე მოწინააღმდეგე მხარეთა შორის. Между соперниками, между под разными сторонами. რათა ვთქვათ შვიდობა ჩამოყალიბდეს. Чтобы достичь мира. დღეს არის აბსოლუტურად სულელური ომი მაგალითად ჩვენთან ძალიან ახლოს. Есть такой вообще сегодня очень глупая война, которая рядом с нами идет. და ბევრი ომებია ძვირფასებო სოფლიოში. Много в миру есть войн. ვინ ვის ადანაშაულებს ამ ომში? Да кто кого обвиняет в этой войне? მაგრამ თუ ჩვენ ბიბლიას ვკითხულობთ, დავინახავთ რომ უფალმა გვითხა რომ სულ იქნება ომები და ბოლო დროს მით უმეტეს ძალიან ბევრი და საშინელი. И Библия говорит нам Господь, что в последнее время будут войны и очень свирепые. მაგრამ საჭიროა ერთი კომპრომისი. Но нужен один компромисс. დათმობაზე წასვლა რომ შვიდობა ჩამოყალიბდეს. Да чтобы вышел мир, нужно на что-то идти на компромисс. და ღმერთით მოხდება ეს. И дай Бог, чтобы это совершилось. საერთოდ ერთმა ცნობილმა პრეზიდენტმა თქვა რომ ომში გამარჯვებული არ არსებობს, ორივე მხარე არის დამარცხებული. Естественно, президент сказал, что в войне нет победителей, потому что две стороны они уже в ущербе. Amen. ორივე დამარცხებულია. То есть две стороны уже. ობე პრაიგრაფშია. Amen. გესმის ძვირფასებო. ამიტომ ნუ რა თქმა უნდა, ვინც არის დამნაშავე, ის ღმერთის წინაშე პასუხს აგებს. Но кто виновен в этой войне, конечно, он отвечает перед Богом. საჭიროა კომპრომისი. Нужен компромисс. როდესაც მხარეები უარს ამბობენ, И когда стороны отказываются, აი საწყის მდგომარეობაზე, რაზეც რის გამოც დაიწყო კონფლიქტი. вот допустим, в начале, с чего начался конфликт, ადვილი მისაღწევია კომპრომისი. в начале легко достичь компромисса. В начале ссоры как. რომ აუხსნათ უფრო ადვილად გასაგები რომ იყოს თუ რა არის კომპრომისი. Чтобы легко понять, что такое компромисс, მე ესეთი გამოცხადება მივიღე. я получу такое откровение. მაგალითად, აი ვაჭრობა, თქვი ваჭრობა. Торговля. ეს არის ამ მნიშვნელოვანი საკითხი ძვირფასებო. Это очень важный вопрос. ჩვენ მთელი ცხოვრება გვიწევს ვაჭრობა. Да мы всегда торгуемся всю жизнь. ამენ? იყო ვაჭრობა? Торговля была, არის ვაჭრობა? есть, იქნება ვაჭრობა? будет торговля. მაგრამ იესო თქვა, Иисус сказал, ბოლო დროს в последнее время დადგება ისეთი ჟამი რომ ვაჭრობა აღარ იქნება. будет такое время, что торговли не будет. ვეღარ იყიდი და ვეღარ გაყიდი. Ты не сможешь ни покупать, ни продавать. და ერთი პერიოდი ეს მაშინებდა მე ძალიან. И в одно время я очень, вот это слово меня очень пугало. ეს რას ნიშნავს იცით? Это знаешь, что значит? ბევრი ფული გაქვს და ვერაფერს ვერ შეიძლება. У тебя будет много денег, но ты не сможешь ничего купить. მაგრამ ამაზე მე გეტყვით, რომ იფიქროთ, რას გვეტყვის ნედა. Ну и потом скажу об этом. Что скажем? Я вам скажу. თუ რა არის ღმერთის ნება ამაში. Что в этом есть? მაგრამ რა არის ვაჭრობა ძვირფასებო? Есть торговля. აი მაგალითად მიდი,
მაღაზიაში რაღაც გინდა შეიძინო. Ты приходишь в магазин, что-то ეკითხები, რა ღირს? и спрашиваешь, сколько стоит? ნუ გეუბნება თანხას. Говорит тебе сумму. დამთავრებული არ აქვს ყვილი ხარ, რა ამბავია? Ты говоришь, что это, как дорого? ამენ. ჰალელუია. აი მაგალითად, ღირს 60 ლარი. Допустим, 60 лари стоит. ა შენში ხო ეს ვაჭრობის სულია. А где такой дух торговли? რა არის ვაჭრობის სული? Что такое дух торговли? არ ეთქვი 60 ლარი რა ამბავია, კაცო, რა იაფია. Ты скажешь, 60 лари, как дешево. ა მომეცი 120 ლარა. Скажи, дай мне за 120 лари. ეს ვაჭრობა არ არის. Это не торговля. ამენ. ეს სისულელეა. Это глупость. ვაჭრობა არის გინდა რომ დაგიკლოს. А торговля это такой, что он уменьшит. ა თუ 60 ლარი ღირს. Если 60 лари стоит, მომეცი 50-ად. скажи, давай за 50. ო, შენ მოიარე და ნახე თუ სადმე ნახავ და გაჩუქებ. А он скажет, ты пройдись, если ты найдешь за 50, я вообще тебе подарю. 50 მიცემული მაქვს კაცო. Он говорит, за 50 я купил это. და აქ იწყება ვაჭრობის მიყვანა კომპრომისამდე. И здесь идет вот эту торговлю подвести к компромиссу. არც შენი და არც ჩემი. И не мое, и не твое. 55 За 55 და თანხმდებიან. и они соглашаются. ამენ. აი რა არის კომპრომისი? Это есть компромисс. შეთანხმების მიღწევა. Это достичь согласия. და რატომ გეუბნებით და გიყვებით ამ მაგალითებით ვიფასებო? И почему я говорю вам этими примерами? რომ კარგად გავიგოთ თუ რისი თქმა უნდა დღეს შენთვის უფალს. Хорошо поняли, о чем Господь хочет сказать тебе. მოდით ერთი მოსაზრება წავიკითხოთ. Давайте прочитаем. კომპრომისი ეს არის ხელოვნება, Компромисс это искусство. გაყო ნამცხვარი ისე, Разделить пирог так, რომ ყოველი მომხარე იყოს დარწმუნებული, чтобы каждый был уверен, რომ მას მოუწია საუკეთესო ნაჭერი. что лучший кусок достался ему. ბავშვები რომ არიან ამ გაყოფის წინაშე. Когда дети вот стоят перед этим. აი გრამები შეიძლება თითო, აი პატარა ნაწილაკი ამ ნამცხვრის შეიძლება რომ აწონონ თვალით. И дети прям взвешивают даже крошечек кусочек. ო იმას რატომ მეტი მოუწია? Ну почему мама ему больше достался? შეიძლება პირიდან გამოუღო. Они даже могут сорта вырвать. ესე ვიზრდებოდეთ ჩვენაც ვიფასებო. Да так же вы тоже воспитываете. მრავალშვილიან ოჯახში ესეა. В многодетной семье так. თუ ერთი შვილი ყავს ვინმეს, Есть у кого-то один ребенок. იქ ძალიან დიდი შანსია რომ განებევრებული გაზარდოს და ყველაფერს რო უსრულებენ და ასე შემდეგ. Там такой шанс, что он больше был избалован, потому что один ему все исполняет его желание. გესმით? ამიტომ კომპრომისი ყოველთვის არის ესეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანი. И компромисс в этом случае важен. რა არის კომპრომისი? Что такое компромисс? ვიდრე ადამიანი პირველი ადამიანი დაეცემოდა ეშმაკმა მოამზადა ძვირფასეულ ამისთვის ნიადაგი. И прежде чем пал первый человек, взял, приготовил почву для этого. გესმის? როგორ? Как? ნუ ცოტა შეიძლება. Чуть-чуть можно. მე რა? Ну что? ახლასია თუ არა? Вообще это так или нет? На ნახეთ, самом деле. რას ამზადებს ეშმაკი? И что готовит дьявол? მიაქციეთ ყურადღება. Обратите ო, внимание. შენ მადლით ხარ გადარჩენილი. Ты благодатью спасен. იესოს უყვარ ხარ. Иисус შენი любит. სახელი ხო სიცოცხლის Иисус წიგნშია любит ჩაწერილი. тебя. Твое имя в книге жизни. და მაინც მიიღებ გადარჩენას. Ты все равно примешь спасение. ბოლოს მაინც გამარჯვებული გამოხვა. В конце ты выйдешь все равно победителя. ნახეთ, ეშმაკი ამზადებს კომპრომისს, რათა ადვილად ჩავარდე ცოდვაში. Дьявол готовит компромисс, чтобы ты легко впал в грех. პირდაპირ ცოდვით არ მოდის არასოდეს ეშმაკი ადამიანთან. Никогда дьявол не приходит с грехом к человеку прямо. გესმის? ის ელაპარაკება შენს გონებას, Он говорит к нашему разуму, შენს გზნობებს он говорит к твоим чувствам, და მე ყველაფერს დანარჩენს. а потом и ко всему остальному. იმიტომ ადამიანი არის სული, აქვს სამშვენველი და ცხოვრობს ხეობაში. Тот человек, он дух, он имеет разум и живет в теле. ხორცი გზნობები იღუპავს ადამიანს. И чувство, вот тело человека, оно губит его чувства. რაც გღუპავს შენ, ეს არის შენი ხორცი. И то, что тебя губит, это твое тело. სული არის გადარჩენისკენ. А дух всегда к და спасению. დაიმახსოვრე, ხორცი არ წავა კომპრომისზე. Плоть никогда не пойдет на компромисс. გესმით? შენი ხორცი. Твоя плоть. ნუ ეცდები სხვის ხორცზე გაიმარჯვო, შენს ხორცზე მიაღწია გამარჯვებას. Ты никогда не пытайся усмирить чужую плоть. Вот побеждай над своей. ხორცი უნდა დაიქვემდება, რომ დაიმონო. Ты должен просто взять плоть. ამიტომ თუ სული წავა კომპრომისზე, ეს არის წაგება, მარცხი და დაღუპვა. Потому что если дух пойдет на компромисс, это и есть пагуба. ამენ? და აქ მიდის ბრძოლა. И здесь идет борьба.
სერიოზული ბრძოლაა. Очень серьезная борьба. შენობა ხო საძირკველზე დგას. Да, здание же стоит на основании. ამენ. ნებისმიერი ნაგებობა დგას საძირკველზე. Любое здание стоит რაც на უფრო основании. დიდია ნაგებობა, მეტ უფრო ძლიერი და ღრმა საძირკველი აქვს Чем მას. выше здание, тем крепче и сильнее основание. და დაიმახსოვრეთ ძვირფასო. Запомни, дорогой. ცოდვის საძირკველი, Основание греха, ცოდვის ფუნდამენტი, или фундамент греха, საყრდენი основание. არის Основа. კომპრომისი. Это и есть компромисс. ამენ. Аминь. აი რაზეც დგას და რაზეც მყავდება და შენდება ცოდვა. Вот на чем устроится грех. მოდით ნახოთ ერთი ძალიან კარგი მოსაზრება შემდეგი. ყველაფრის ცოდვის საძირკველი, ანუ ყველაფრის თავარი საფუძველი და ცოდვის მით უმეტეს არის კომპრომისი. В основе всякого греха лежит компромисс. ამენ. ცოდვა გიტევს ან შემოგიტია ან გამარცხებს, Когда грех на тебя вот нападает или он тебя поражает, მას აქვს საფუძველი და ამიტომ. это потому, что у него есть основание в твоей жизни. დაანგრია საფუძველი Разрушит და основание. დაინგრევა შენობა. И тогда здание разрушится. დაამსხვრია კომპრომისი Разрушь компромисс. და დაიმსხვრება ცოდვა. И тогда грех разрушится. გებულობთ რას Вы გელაპარაკე? понимаете, о чем я? მე მინდა რომ პარალელურად იფიქრო ახლა შენ ცხოვრებაზე და შენ სიტუაციებზე. Параллельно думать о ситуации. თუ არის ისეთი რამ, რასაც წლებია ვერ ამარცხებ. Если что такое, что ты уже годы не можешь вот победить, არ აქვს მნიშვნელობა შენობის დანგრევას. ის მაინც არ შენდება. да потому что საძირკველი დაამსხვრიე, კომპრომისები დაამსხვრიე. это не главное здание рушит, потому что оно еще будет вас одиноко. ამიტომ Рушь основание. იმიტომ ამ საძირკველს შენ ხრი და შენ აკეთებ. Потому что фундамент ты ложишь, основание ты уже выстраиваешь. რისგან შედგება საძირკველი? С чего состоит основание? კინაბეტონისგან. Из ცემენტი, ცილა, წყალი, წეპო, арматура, ქვა და ასე შემდეგ. это арматура, цемент, бетон и камни. ეშმაკი კი არ გიყრის ამ საძირკველს. Дьявол не ложит это основание ის сам. მასალას გაძლევს, Он дает тебе материал, რომელსაც კომპრომისი ქვია, это называется компромисс. შენ ნაშენებ მას. И ты сам это строишь. და მე უკვე ნელა შენდება. Это потихонечку თან строится. მიმდევრობით. Да, потихонечку, поэтапно. იმიტომ რომ კომპრომისის ნება არის განადგურება შენი. И воля компромисса, чтобы тебя уничтожить. და შენი კომპრომისის გარეშე ეშმაკი ვერ გაიმარჯვებს შენ ცხოვრებაზე. Без компромисса со твоей стороны дьявол в твоей жизни не победит. ამენ. Ამენ. იმიტომ იმარჯვებს, რომ შენ აძლევ მას ამის საშუალებას. Потому он побеждает, потому что ты даешь право ему. ცნობილი ილუსტრაცია ძვირფასებო. Очень известная иллюстрация. აი როგორ მოდის ეს. Как это происходит? ჯერ ძალიან პატარა. Сначала, სათამაშო, შეიძლება უმნიშვნელო, არც чанс. а может и не видно даже, что ნელ-ნელა, грех. შეუმჩნევლად, Это незаметно. თანდათან, Постепенно, ცოტ-ცოტაობით. постепенно. ამენ. Понемножку. ო, რა არის, არაფერი არ არის. Это же ничто. და იმიტომ ეჭიდები მას, რომ უკან რა საფრთხე გელოდება, ვერ ხედავ. Да, и потому ты держишь за этот грех маленький, потому что ты не знаешь, что сзади тебя ожидает. შენი ხუთივე გზნობიდან იწყება შეცოდება. Все начинается, грех начинается с твоих 5 чувств. მერე გონება, ფიქრები ერთვება И потом уже тут разум включается. და мысли, ბოლოს И в конце. თავდაჯერებულობა. И такой самоуверенность. მე ამას დავძლევაც. Я это побежду. ეს я ჩემთვის смогу. არაფერი არ არის. Это для меня ничто. ერთი ნაფასი, Дайте запас. ერთი ჭიქა, Один стакан. ერთი გაცდენა. Одну я вот пропущу что-то, собрание. ამენ. ერთი ესე რა ქვია, თავისუფლებაში ყოფნა. Ну, быть чуть-чуть, побыть чуть-чуть в свободе. ну ერთი ფილმის ნახვა, რეკლამა გაუკეთეს. Это такой посмотреть фильм, который очень его рекламировали. ну თუ ცუდი რამე იქნება, მოვასწრებ თვალს დავხოჭავ. Если там будут такие плохие сцены, ну я успею закрыть глаза. ყურებს დავიცობ, Я и уши закрою успею. ხმას დაუწევ, Ну, и голос чуть-чуть იქეთ уменьшу. გავიხედები. Туда буду смотреть в сторону. გესმით? Понимаете? სულ პატარა ნაბიჯებიდან. С малого все начинается, с малых шагов. და იცი რა კომპრომისებია, შეძლებ, არაფერს არ გიზამს ეს. И компромисс говорит тебе, ты сможешь, это с тобой ничего не будет. აი ერთი თუ არ წავიკითხე, მე ავანაზღაურებ. Если я один раз не прочитаю ничего, потом все, я вот наверстаю это все. ახალი წლიდან გამოვსწორდები. С Нового года исправлюсь. მე-10-ს მე ახალი ზიარებიდან დავიწყებ. И действительно буду уже с Нового года. ერთი რა უჭირს კაცო, მე 5%-ს დავომატებ და გავაკეთებ.
გავაკეთებ. Ничего, я потому что 5% добавлю, и все я возвращу. და ვერ ამჩნევ როგორ მიდიხარ ზარალში და პრობლემაში. Ты понимаешь, как ты уже идешь в ущерб, ты уже двигаешься к проблеме. ესმე. ერთი ახლა დავარღვევ მარხვას და გამოუწყები карგი სუფრა. Такой хороший стол, сейчас праздник. Ну я вот просто Возьми. нарушу, чтобы наесться. და რითი შენდება ეს კომპრომისები? И на чем строятся эти компромиссы? ჭამასმა, На пище и питье. ჭამდნენ, სვამდნენ, Пили, ели, ქეიფობდნენ, ნადიმობდნენ, ღრეობდნენ. праздновали там всякие праздники. ესავი კომპრომისმა დაღუპა. Исава поразил компромисс, გესმით? погубил. პირმშოობა, იცით რას ნიშნავს ადვიფასება? Что такое означало первородство? ის უფროსი იყო ოჯახში, Он был старше в семье, მამის შემდეგ да после отца. და ორმაგი წელი ჰქონდა. И после отца у него была вот двойная და часть. შესაძლებელი იყო იმ კულტურაში გაეცვალათ ეს პირმშოობა. ან გაეყიდათ რაღაც საფასურად მიიღოთ. Да, и в той культуре была такая культура, что ты мог вот поменять или продать свое первородство. და რაში გაცვალა? И за что он поменял первородство? На что მუცელის поменял? ამოყარვაში. За то, чтобы вот чрево напитать. გესმით? და ძალიან სერიოზულად ვიფიქრე წლების წინ, როცა ლოცულობდი. Очень серьезно я подумала, когда несколько лет назад რომ არა ეს კომპრომისი, я молился и думал, что если бы не этот компромисс, დღეს იქნებოდა и тогда бы было ღმერთი აბრაამის, Бог Авраама, ესავის, Исава გესმით? და იაკობის. и Якова. მაგრამ კომპრომისის გამო Но за компромиссом დღეს არის ღმერთი აბრაამის, сегодня Бог Авраама, ისაკის და იაკობის. Исаака и Якова. საწავიდა ესავი. Куда же делся Исав? ესავი უნდა ყოფილიყო. Там должен быть в этом перечислен Исав. კომპრომისი გაკარგვებინებს რაღაცებს. А компромисс просто дает тебе что-то терять. აი შთამომავლობითი ხაზით. Даже по вот родословной линии ты теряешь что-то. გესმის? Родословие. ამიტომ გადახედე კარგად. რატომ მოხწონს და ქსიამოვნებს ეს კომპრომისი? И пересмотри, почему тебе нравится компромисс. აარონის კომპრომისი გახსოვთ ძვირფასად. Вы помните компромисс Аарона? დასაწყისში ბიბლიაში არის საუბარი იმაზე, რომ მან თავისი ხელით ააგო ეს ყალიბი, ოქრო მოატანინა, ჩამოასხმევინა და გამოვიდა ხბო. И написано, что он придет, сказал, принесите золото, он вылил тельца сам. და შემდეგ რა თქვა? И потом что он сказал? მე არ გამიკეთებია. Он сказал, это не я не виноват. მისით Это все само по себе Yes, mate. произошло. და რამდენი ადამიანი ამ კომპრომისს გამო დაიღუპა. Сколько людей за этот компромисс погибло? უფალი გვეუბნება. И რომ Господь ძალიან говорит, ფრთხილი უნდა ვიყოთ. мы должны быть очень осторожными. მონანიების ნაცვლად თავის მართლება, На место покаяния самооправдания, გადაბრალება, обвинения თითქოს არაფერი. и как будто ничего. კომპრომისის თავარი რა? არაფერი, კაცო. Компромисс самый главный. მე არა, არაფერი. Не я, ничего. ჩემ ბრალი არ არის. Это не моя вина. გესმით? Понимаете? რამდენ ხანს ეცდებოდა ეშმაკი სამსონთან კომპრომისზე? Сколько раз вот дьявол пытался вот с Самсоном идти на компромисс, чтобы Amen. Самсон пошел на компромисс. რამდენ ხანს? Сколько რამდენჯერ? Сколько раз? სულ ხუმრობა. Все какие-то шуточки. აშაყირებდა, აი ეს რომ მოხდეს, აღარ მექნება ძალა, ის რომ მოხდეს. Если будет так, у меня не будет сил, я буду და ძალიან бессилен. ბევრი პატარა კურთხევას რომ ნახავს, მე თითქოს კატა თაგვობანას თამაშივით ეთამაშება ამ სიტუაციებს. Вот люди, когда получают маленькие благословения, и они с ситуациями играют, как кошка с мышкой. ესმე, როგორც სამსონი. Как და ნახეთ, Самсон. საჯულში რა წერია ძვირფასად. Что написано в книге Судей. და ყოველდღე ამ სიტყვებით ჩაშჩიჩირებდა და ეხვეწებოდა სასიკვდილოდ შეუწეხა სული. Она каждый день говорила ему и уже огорчила его дух до смерти. აი ამოუყვანა უსული პირში როგორც სიტყვა. Написано, что она уже его довела просто. და რა უქნა კომპრომისმა ყველაზე ძლიერ კაცს? И что сделал компромисс с самым сильным человеком? შეიპყრეს, Его связали, ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა. он не смог с ними уже противиться. ამენ. თვალები დათხარეს, Они выкололи ему глаза, ჯაჭვებით შეკრეს на него цепью связали და ამუშავებდნენ. и просто заставили его работать. რა თუნდა ჯაჭვებით შეკრულ კაცს თვალების დათხრა? Зачем человеку, который связан цепями, еще глаза выкалывать? დაიმახსოვრეთ, Запомните, კომპრომისი компромисс სულიერად გაბრმავებს. всегда делает тебя духовно слепым. ამენ. კომპრომისი გაბრმავებს. Компромисс делает тебя слепым. როგორც აი ბრმა ადამიანი
შეხებით, შეგრძნებით დადის ან ვინმეს დაყავს. Да он чувствами ходит, и кто-то ему помогает двигаться. პირველი კომპრომისია საკმარისი რომ მე ეშმაკმა გატაროს ესე თავისი ჭკუი. И первый компромисс в том дьявол будет водить და его. დასცინოდნენ და ამუშავებდნენ. Его над смеялись и заставляли его работать. გახსოვთ ძვირფასებო საულ მეფე? Вы помните царя Саула? არაფრისგან ღმერთმა მეფე და გახადა. Бог его из ничего поднял и сделал царем. პირველი სამუელის 15:24. Это 1 Самуила 15:24-26. 15:24. 15:24. მიუგო საულმა სამუელს. И сказал Саул Самуилу: შევწოდე რადგან გადაუხვე უფლის ბრძანებას და შენ სიტყვებს. Я пришел пред Богом, потому что не послушал Господа и твоего слова. რადგან შემეშინდა ხალხის და მისი ხმა შევისმინე. Я испугался людей и послушал голос ხალხის ხმა. голос людей. მაშინ როდესაც უნდა ისმინო ღმერთის ხმა. Ты должен слушать не голос у тебя, голос Бога. მისი ცხებულების მეშვეობით. С его помазанием, через помазание. წინასწარმეტყველის ღმრთის მეშვეობით. Через священника, через пророка. ვიზეც სულია ღმერთის და ვიზეც არის ძალაუფლების ილიგირება. На ком слово и ამენ. на привилегия. ხალხის ხმას მოусმინა. Он послушал голос народа. როგორ მოისმენ ხალხის ხმას? Как ты послушаешь голос народа? თუ ხალხი არ ლაპარაკობს. Если люди не говорят. ვინ ალაპარაკებს ხალხს? Кто сегодня, от кого сегодня говорят люди? შენთან მაქვს კითხვა. Я задаю тебе вопрос. ვისაც უსმენ? Кого ты слушаешь? იმ ხალხს ვინ ალაპარაკებს? Эти люди от чего или от кого не говорят? ამენ. და ამის შემდეგ რა მოხდა? И что произошло? ნახეთ მუხლი ბოლო. И 26 стих. არ დაუბრუნდებიო შენთან წინასწარმეტყველი ეუბნება, რადგან უფალმა უარყო შენი მეფობა. Самое говорит, я не вернусь с тобой, потому что Господь отверг твое Рато. слово. Почему? რომ შენ უარყავი მისი სიტყვა. Потому что ты отверг слово Господа. შენ უარყავი მისი სიტყვა. Ты отверг слово Господа. შენ ყოველთვის ვიღაცის სიტყვას ასრულებ. Ты всегда что-то слово исполняешь. თუ ეს უფლის სიტყვა არ არის. Если это не Божье ეს слово, კომპრომისია это компромисс. შენი დაღუპვისთვის. Для того, чтобы погубить. იმახსოვრებ. Ты запоминаешь. ვინ იმახსოვრებს? Кто запоминает? იმახსოვრებ. Ты запоминаешь. მე რო გიკვირს, რატო არის პრობლემა? Ты там удивляешься, а почему проблема? От чего ამიტომ проблема? დღეს შეგიძლია ადვილად გადაჭრა, შეიძლება ის. Ты сегодня можешь эту проблему შენი გონები. вот разрешить разумом легко, მაგრამ მე ვეღარ გამოდიხარ იქიდან. а потом ты не можешь выйти с проблемы, როგორც უძღებიძე, как блудный сын. ესმე მე რა Ну и что? თავი ფული მაქვს. Главное, у меня деньги есть. ვიცი როგორ დავხარჯო. Я знаю, как потратить эти деньги. ესმე ალელუია. Аллилуйя. მოდით ნახოთ პირველი მეფეთა მე-11 თავი. Это первое. ყველაზე ბრძენი მეფე სოლომონი. Самый мудрый царь Соломон. სიბერის ჟამს მოდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ და ისე სრულად მიზღვნილი აღარ იყო მისი გული უფლის თავისი ღმერთის მიმართ როგორც დავითის მამამისის მიმართ იყო. Да и старцы склонили его чужеземные жены, и его сердце не ნახეთ вот так верно, как ბოლოს Давида. მოდრიკეს А в конце. მანამდე ვერ მოდრიკეს Вот они не могли его сломать в начале. ეს მაგი არ დაგანებებს თავს სანამ ბოლომდე არ მოგდრეკს. Дьявол всегда будет пытаться сломать себя. Вот. ამენ მას არ შეუძლია რომ დაგანებოს თავი. Он не может тебя оставить в покое. თუ შენ არ დაანებებ თავს. აი ამიტომ ამბობს თუ შენ არ დაანებებ თავს. Если ты сам не оставишь ამიტომ себя ამბობს в უფალი რომ покое. არ შეხვიდე უცხო უღელში И უწმუნოს. потому Господь говорит, не будь в чужом ярме. ამენ Это ჯერ чужеземный. თვითონ არ არის ეკლესიაში Он сам не в церкви, და მე შენაც არ მოგიყვანს. и ты тоже, он тебе даст ходить в церковь. და ასე შემდეგ. И так далее. და ასე შემდეგ. И так далее. ესმეთ. და ბოლოს, იცით, კომპრომისი მიძღვნასაც აფუჭებს. И компромисс портит даже посвящение. ამენ. თუ მიძღვნილი ხარ, Если ты посвящен, უნდა გაუფრთხილდე. ты должен оберегаться. რომ მას მტერი ყავს. Потому что у посвящения есть враг. და ის შემოგთავაზებს მასალას კომპრომისისთვის. Он даст тебе, предложит материал для компромисса. იმიტომ არ უნდა 100%-ად მიძღვნილი იყო. Он хочет, чтобы ты на 100% был посвящен Богу. მას აწყობს რომ 99%-ით იყო მიძღვნილი. Он хочет, чтобы ты 99% был. Ему так нравится, чтобы ты был 99%. Да, 1%. посвящен. 1%. თლიანად ჩამოგშლის. И 1% полностью тебя მას არ ჭირდება რომ отдалит от Бога. 100%-ით უარი უთხრა მიძღვნას. Ему не нужно, чтобы ты
на 100% отказался от посвящения. 1% საკმარისია რომ დაგამარცხოს. 1% достаточно, чтобы тебя поразить. ამიტომ გვაფრთხილებს იესო რომ არ გვიყვარდეს წუთისოფელი. Потому Господь говорит там, не любите мира. პირველი იოანეს წერილში ძვირფასი. Это 1 Иоанна. ამენ послание. მასთან კომპრომისზე წასვლით ხვდებით ღმერთის მტერი. Потому что, идя на компромисс с миром, мы становимся врагами Бога. იაკობი ამბობს, Яков говорит, ვისაც უყვარს წუთისოფელი, кто любит мир, ეს ღმერთის მტერია. он становится врагом რატო Бога. თქვა ეს უფალმა ძვირფასი? Почему Господь сказал это? რატო ათქვევინა უფლის სულმა იაკობს? И почему Дух Святой сказал через Иакова это გინდა слово? ღმერთის მტერი იყო? Ты хочешь быть врагом Богу? მაშინ გადახედე შენ ცხოვრებას. Тогда пересмотри свою жизнь. თუ გიყვარს და მისი ჭკუით დადიხარ, მაშინ ღმერთის მტერი ხარ. Если ты любишь мир и ходишь по его разуму, тогда ты враг Богу. და ღმერთი თავის მტერს არ შეუსრულებს არაფერს. И Бог со своего врага ничего ему не даст, он Amen. не будет его слушать. მის ლოცვას არ მოისმენს. Он не будет слушать молитву своего врага. ვერ დაიცავს. Он не сможет защитить своего врага, ამენ რომ მასთან არ არის. потому что он не с ним. ის ჩაგითრევს, რადგან სინათლეს და სიბნელეს არასოდეს ექნება საერთო არაფერი ერთმანეთთან. Да, и дьявол тебя зайдет в свою ловушку, потому что у света и тьмы нет ничего общего. ადვილია ეკლესიაში იყო სულიერი. Легко духовно быть в церкви. თუ სულიერი ხარ ეკლესიაში, Если ты духовен в церкви, სახშიც იყავი სულიერი. также и дома будь духовным, ამენ სამსახურშიც იყავი სულიერი. на работе будь духовным, სიტყვაშიც სულიერი იყავი. в слове будь духовным, საქმეშიც სულიერი იყავი. в делах будь духовным, შენს მოქმედებებში. в действии будь духовным. გახსოვთ პეტრეს რა უთხრა იესო? Ты помнишь, что Иисус сказал Петру? შენ ხარ ვინც ხარ? Ты есть, кто ты есть. ამენ ძალიან მაგარი ხარ. Ты очень крепкий, ты сильный. ყველა დანარჩენები როგორ უსმენდნენ? Естественно, как слушать. ო მე რატო არ მითხრა იესო? А почему мне Иисус не сказал, что я классный? გესმენ? მაგრამ ეს არა საკმარისი და მთავარი რა გითხდეს. И это не самое важное, что და მე от და тебя მე იესო ამბობდა რომ მე უნდა ჯვარცმით მოვკვდე თქვენთვის და ნუ ამზადებდა ხალხს. Иисус готовил всех апостолов, говорит, что я должен пойти на крест, я должен умереть. და პეტრემ უთხრა, И Петр сказал, ესეც სიტყვა რომელიც ძალიან გიყვართ მორწმუნეებს, это слово, что очень любят верующие. რომელიც ფუჭი სიტყვაა. Это такое пустое слово. ჩემი სიტყვა არ წარმოთქვათო, ჩემი სახელი ამაოდ ხო ამბობს უფალი. Там суе, мое слово не произносит. ეცეთ რომელი? Знаете, какое слово суе? ღმერთმან უკნას. Не дай Бог. გიყვართ ეგ სიტყვა. Вы любите вот это слово? და ისეთი რაღაცები რომ შეაქო პეტრე იესო. Когда Иисус похвалил Петра, ო ლამის თავში აუვარდა. он прям даже как бы возгордился. და მე უთხრა უნდა ვიტანჯო და ჯვარზე მოვკვდე. Он сказал, я должен идти на крест, должен страдать. და პეტრე კი არ დაფიქრდა კაცო. А Петр даже не задумался. ხო ჯერ დაფიქრდი იესო რას გელაპარაკება. Задумался, что говорит тебе Иисус. რა უთხრა პეტრე? Что сказал ему? ღმერთმან უკნას. Не дай Бог, Иисус, не дай Бог. იესო ეუბნება ღმერთმა მითხრა უნდა მოვკვდე. Иисус сказал, Бог сказал мне, что я должен ამან მოუფორნა რა ღმერთმან А он უკნას. говорит, не дай Бог, не дай Бог. და Иисус. იესო რას ეუბნება? Что говорит ему Иисус? მომშორდი სატანა. Отойди от меня, сатана. გესმენ? ანუ სატანასთან იყო შეთანხმებული პეტრე. Значит, Петр был согласен в этот момент с дьяволом. გინდა იესომ გითხრას მომშორდი სატანა. Слушай, сказал тебе Иисус, отойди от меня, сатана. აბა სატანასთან ერთად უნდა დარჩე? А что ты должен остаться с ალო. გინდა სატანასთან ერთად? Ты хочешь быть с дьяволом? მაშინ იესოს უნდა უთხრა რომ მინდა დავინახო რა სფეროში ვარ მასთან და მომაშორე. Что скажет Иисус? Иисус, და სატანამ რატო შეგაშინა მომისმინე რას გილაპარაკები კაცო. да просто ты скажи Иисусу, Иисус, вот с чем я связан с А, дьяволом, в какой сфере? იესო ეუბნება მომშორდი სატანა. Иисус сказал, отойди от меня, дьявол, сатана. პეტრე წავიდა. Петр ушел, იცი რატო? знаете почему? იესოსთან დარჩა. Петр остался с Иисусом. და ვინც იესოსთან რჩება, Кто с Иисусом остается? სატანმა შორდება. Дьявол от него сам ушел. ამენ. მომშორდი სატანა. Отойди от меня, дьявол, сатана. იესოსთან დარჩა პეტრე Петр с Иисусом остался, და სატანა გაიქცა. а дьявол убежал. პეტრე რო წასულიყო, Если бы Петр ушел, იცით რა იქნებოდა? что бы это было? ის სატანასთან ერთად Тогда бы წავიდა. Петр ушел бы с და дьяволом. ნახეთ რას ამბობს მათეს სახარება ძვირფასი. Что говорит Евангелие от Матфея? საცდური ხარ ჩემთვის. Он сказал, ты для меня искушение, და რაც ღვთიურია იმაზე კი არ ფიქრობ, არამედ ადამიანური რაც არის იმაზე. да ты не о Божьем думаешь, а о том, что человеческий. ისმინე ძვირფასებო. სიტყვა საცდური ბერძნულიდან
Слово искушение с греческого. საცდური. როგორ Соблазн. საცდური ბერძნულიდან არის Соблазн с греческого есть სკანდალომ. скандалом. ამენ? თუ ხარ კომპრომისებში Если ты в компромиссе შენს ოჯახში, в своей семье, ნელ-ნელა შვიდობის ნაცვლად, и вместо мира в твою семью, იცით რა შემოვა? что зайдет? სკანდალი. Скандал. აი საიდან არის ეს სიტყვა? Вот откуда у нас есть это слово. იმიტომ რომ მისი თარგმანია სკანდალომ. Потому что слово საცდური. переводится с греческого как соблазн. გინახიათ ოჯახი სადაც სკანდალია? Видели семя, где скандалы? გინახიათ ოჯახი სადაც სკანდალია? Видели семя, где скандалы? რატომ? Почему? კომპრომისის გამო, Потому что за компромиссом, საცდურის გამო. за соблазной. არის აქ ვინმე დღეს ვინც სწავლობს რამეს? Если кто-то что учится сегодня, ამენ. სკანდალი რომ არ იყოს, чтобы не было скандала, კიდე ოჯახში არ იყოს სკანდალი. то, чтобы в семье не было скандала, კომპრომისებს მოშორდი. отойди от компромисса. ამენ უთხარით წადით. Скажите, მე ვრჩები отойдите იესოსთან. от меня, я с Иисусом остаюсь. უნდა დაანგრიოს მახე და ხაფანგი. Для того, чтобы эту сеть разрушить, разорвать. ეს ვერ გააკეთა წინასწარმეტყველმა ყელიმ ძირფასებო ელი. Это не смог сделать священник Илья. ელი. ის იყო მსახური, Или, да, он был служителем, მაგრამ შვილები ვერ გაზარდა. да, но детей он не смог воспитать. უფალში. Господи. ესმით. თუ შვილებს უფლისთვის არ ზდი და მათი ტრადიციით Если ты детей не воспитываешь в Божьей традиции, და კომპრომისებზე მიდიხარ, идешь на компромисс, ცუდად დამთავრდება ყველაფერი. тогда все закончится очень плохо. Плохо закончится. ამიტომ გვასწავლის უფალი. Поэтому Господь учит нас. ძალიან დიდი და უპირველესი, პირველი წინასწარმეტყველი იყო ელისე. Да, и სამუელი უпростоრად. Самуил был один из первых пророков. პირველი წინასწარმეტყველი. Он был первым пророком. ამენ. მაგრამ როგორი შვილები ყავდა ძირფასებო? Да, ну какие дети у него были у Самуила? ამიტომ კომპრომისზე წავიდა Потому что он тоже пошел на компромисс. და როგორ დამთავრდა მისი ცხოვრება. И как закончилась его жизнь? ძალიან ცუდად. Плохо. დავითის შვილები. Дети Давида. რა თქმა უნდა, მეფე იყო და არ ეცალა. Да, он был царем, у него не было времени. პირველ რიგში Во-первых, ოჯახში უნდა იყო მეფე და მღვდელი. для того, чтобы быть священником, царем в своей семье. იობის შვილები ძირფასებო. Дети Иова. რომ იქეიფებდნენ. Вот когда они თვითონ მიდიოდა და მსხვერპლს წირავდა. напишет, он возносил ო თუ жертву რამე за них. შეგწოდეს, იქნებ შეგწოდეს მაპატიე. Да если мои дети совершили, прости моих детей. ერთია რომ შელოცულობ მათთვის, Это одно, что когда ты молишься за детей, მაგრამ თვითონ უნდა იყვნენ უფალში. но сами дети должны быть და Господом. ბევრი მაგალითია. И очень много примеров. შეიძლება სკანდალი არ არის оჯახში. К тому же скандала нету в семье. ანუ ფულმა იცის მიფუჩეჩება სკანდალის. И деньги, когда есть вот богатство, оно как бы останавливает еще скандал. ბეღელი ნალია მაცივარი სავსეა საჭმელით. А когда житницы и холодильник полон этого еды, სკანდალი ესე თქვა კომფორტშია. скандал в комфорте. გასმენ. მაგრამ დამთავრდება დერგში ყველა ერთ დღეს. И один раз этой житницы опустеет. ამენ. მერე А потом, საიდან გაჩნდება ეს სკანდალი? и откуда приходит скандал? Начинается ანუ ძირითადად скандал. სკანდალი იწყება როცა არ არის ნამუ-ნამუ. Скандал начинается тогда, когда нет пищи, когда нету ням-ням. და კაც გონია რომ ყველაფერი კარგად არის. И люди думают, что у него все хорошо. в არა და семье. კომპრომისების მთებია აშენებული. А у него уже горы компромиссов в его семье. გებულობ ძირფასებო. Понимаете? ნახეთ რუზველტი რას ამბობს. Что говорит Рузвельт? ძალიან ძლიერი პრეზიდენტი იყო. Он был сильный президент. არასდროს არ შეიძლება მიაღწიო დაკმაყოფილებას სიკეთისა და ბოროტების შორის კომპრომისით. Никогда нельзя достигнуть удовлетворительного компромисса между добром и злом. ალელუია. Аллилуйя. ყველა ცოდვათა შორის ვირფასებო. Да между грехами, ყველა ცოდვათა შორის მოდი შემდეგი ვნახოთ. следующее еще посмотрим. რა მდგომარეობაშია მიყვარს ეს ესე ვთქვათ პლაკატი. Я очень люблю так называемый плакат вот этот. აი ზემოთ არის უკომპრომისო ოჯახი, Вот сверху такая семья без компромисса. უფალი არის პირველ ადგილზე მათ ცხოვრებაში. В их жизни Господь на первом месте.
და ქვემოთ არის კომპრომისული ოჯახი. А внизу такая семья с компромиссами. კომპრომისზე წავიდნენ და ძაღლიც უყიდეს ბავშვებს. Тогда же они пошли на компромисс и собаку купили детям. და ძაღლის ტელეფონშია. И собака тоже в телефоне. გესმით? იმიტომ რომ იცით, მავნებელია საერთოდ ცხოველი ბავშვისთვის. Вообще животное, ну, вредно для ребенка. მეტომეტას ეხუტებიან, კოცნიან, ერთად იძინებენ. Вот целуют, обнимают и вместе спят с животными. მაგრამ უნდა ბავშვთა რა ქნას. Дети хотят, что нам делать? გესმით? როგორი ოჯახი გინდა შენ? Ты какую семью хочешь? ესეთ შავ-თეთრი უღიმღამო, Это такая, вот черно-белая, не очень такая, ну, невзрачная. რუხი ფერის, Такая, вот темных, ერთი და იგივე. все одинаково, одно и то же. თუ ესეთი ჭრელი, Или такую пеструю семью. სვეცკი. Ну, такая светская семья, пестрая. ჩემს ბაღანას ხო არ მას ვიზამ რა ქვია ახლა. სხვებს აქვთ და მასაც უნდა რაღაც გაუკეთო. Что у других тоже есть, что мой ребенок хуже, я тоже ему должен это сделать, купить. Это. იმიტომ ტირის რომ იმას აქვს და მე რატო არა. Он плачет, у него есть, а у меня почему нету? და კომპრომისებში ღუპავ ბავშვს და მის მომავალს. И в этом случае ты будущее вот этих компромиссами губишь его. Вот. გესმით ვიფასებო. гесмет. Вы понимаете меня? Дерек принц აქვს ნათქვამი. Здесь принц говорит. ყველა კომპრომისთა შორის. Среди всех компромиссов. რომელშიც არის თანამედროვე ეკლესია დამნაშავე. На котором современная церковь виновна. მე გამოვყოფ ორს. Я выделю две основных компромисса, два основных. Материализмი Это материализм და კომპრომისი. и компромисс. აი ეკლესიები რა დამნაშაულში არიან დღეს И ვიფიქრე. сегодня церкви какую вину они несут. და იესო რას გვასწავლის? И что, чему учит нас? მოდი ვნახოთ მეორე ტიმოთეს მეოთხე თავი. Это 2 Тимофея 4. დაჟინებით იქადაგე სიტყვა. С дерзновением проповедуй слово. მოსახერხებელ და მოუხერხებელ დროს. Такое ანუ ყოველ ნებისმიერ დროს. в любое время. აწყობს ხალხს თუ არა შენ უნდა იქადაგო. Человек слушает, ამხილე, обличай, შევისხე, შეაგონე, наставляй, შეაშინე, даже пугай, გალახე, побей მთელი სურგზელობით с და долготерпением სწავლებით. и учением. იმიტომ დრო დგება, Потому что наступает საღმოძღვრებას время, ვეღარ აიტანე. что вот настоящее здравого რაც учения მათ გულს უნდა იმას გააკეთებენ. но по своему сердцу будут избирать учителей. ყურის მომქავებელ მასწავლებლებს. Они будут слушать басни, которые нравятся слуху. ამ ეკლესიაში გვამხელს და შეგვრისხავ წყებსმა. В этой церкви нас пастор обличает. ამიტომ წავალ სხვა ეკლესიაში. Я пойду в другую церковь, სადაც მეტყვე რომ მიყვარხარ მე შენ. где мне скажут, что я тебя люблю. ჭეშმარიტებას ყულს არ იდებენ. Они от истины отвратят свой слух. ზღაპრებს მიმართა. И буду слушать басни. შენ რა გინდა ზღაპარი წაგიკითხო თუ ბიბლია წაგიკითხო? Того, чтобы я тебе сказку прочитал или Библию. ვიღაცის ნააზრევი გითხრა თუ იესოს ნააზრევი? Хочешь какие-то мысли других людей или то, что Иисус сказал. მადლობა რომ გიყვართ პასტორი. Спасибо, что вы любите пастора. ამენ. ჰალელუია. ზღაპრების დრო გავიდა და დამთავრდა. Потому что время сказок и басни прошло. ილოცე რომ ყოველთვის ის გითხრა, რასაც იესო ამბობს. Молись, чтобы я говорил то, что говорит, что хочет сказать Иисус. ჰალელუია. ამენ. Аминь. ხიზელი იყავი Будь бодрым, ყველაფერში. трезвым. ტანჯვას გაუძელი. Страдания переноси. მე რომ არ ვიტანჯო, Чтобы мне не страдать. მოდი ზღაპრებს მოგიყვებით ახლა. Я вам расскажу сказку. არა. Нет. ტანჯვას გაუძელიო. Терпи страдания. ახარე Благовествуй. და იმსახურე კეთილსინდისიერად. И будь как добрый воин с чистой ნახეთ, совестью. ჩემი საყვარელი ილუსტრაცია ძვირფასებო. Это моя любимая иллюстрация. აი ეკლესიები ძალიან ბევრი ეკლესია დღეს. Это такой современная церковь. მე წაგიკითხავთ რა აფიშები აქვთ ამ მრევლს. Да какие афиши у них? არ გვითხრა ჯოჯოხეთზე, Не говори об аде. ცოდვაზე არ გვამხილო. Не обличай во грехе. მხოლოდ მადლზე იქადაგე. Говори же только благодать. ილაპარაკებ მხოლოდ სიყვარულზე. Говори только о любви. გახსოვდეს, Помни, მე მეათეც ვიძლევი. я даю десятину. შემდეგ მინდა Хочу სილამაზეზე, ფულზე საუბარის о деньгах, სიცილზე, на красоте, успехе, წარმატებაზე. успехе.
ჯვარცმაზე სიტყვა არ თქვა და Не говоря о Христе. სისხლი რა საზიზღრობა. Кровь это неприятное, ეს მე мерзкое. გინდა ასეთი იყო ეკლესიაში. Быть таким в церкви. არა ძვირფასო. Не, дорогой. ამენ. უკომპრომისო. Будь без компромисса. ვის უნდა უკომპრომისობა? Кто хочет быть без компромисса? ჰალელუია. მაშინ მიიღებ ამას. Ты примешь это. ჩვენი უწყება უნდა იყოს არა კომპრომისი, არამედ ულტიმატუმი. Да наша весть, благовестие, должно быть не компромиссом, а ультиматумом. ესმის. კომპრომისი როგორია? Вот какой компромисс? უй, Ой. იცი ღმერთს უყვარხარ. Знаешь, Бог любит тебя. ყველაფერი კარგად იქნება. Все будет хорошо. ნუ გეშინია. Не бойся. ეს დაგვიბარა იესო? Бог это нам оставил. იესო. Иисус это нам завещал. ეს გვითხრა იესო? Иисус нам об этом ესე говорил. ველაპარაკოთ ხალხს? Поговори с людьми. არ გააღიზიანოთ ხალხი. Не тревожьте людей, чтобы они не нервничали. არ გააღიზიანოთ ხალხი. Чтобы они... ამენ. Да не раздражай людей, не раздражай людей. ჯვარზე არ თქვა Не არაფერი. говори о Христе ничего. არა ზვირფასებო. Нет, იესომ რა თქვა? Что ხალხს сказал უთხარი Иисус? მოინანიო. Скажите людям, пока ჯოჯოხეთში რო არ მოხვდნენ. чтобы не быть в аду, чтобы не попасть в ад. იესო ჯვარზე ეცვა ამის გამო. Иисус был на этом на кресте. სხვა გზა არ არის, მხოლოდ ერთი გზა არის. Есть только один путь. ამენ. Аминь. აი რა არის ზვირფასებო ის ალტერნატივა რაც ჩვენ უნდა Это есть მოვხდეთ ответ, мы должны говорить людям. ამენ. Аминь. ულტიმატუმი უნდა წაუყენო. Ты должен их поставить перед არ ультиматумом. მოვინანიებთ არ შეიცვლები და იღუპები. Ты не изменишься, ты погибнешь. აი იესოს დანატოვარი და დანაბარები. Вот то, что нам завещал и оставил Иисус. ნახეთ რა საოცარი რამ თქვა ბილ ჯონსმა. Что сказал Билл Джонс? მე ძალიან მომტონს ეს. Мне очень нравится. იესოს დღეს რომ ეკადაგა როგორც ძალიან ბევრი პასტორები ქადაგებენ Если бы Иисус проповедовал то, что сейчас проповедует ეკლესიებში по большинству церквей სახურებაზე კვირას. по воскресеньям, მაშინ არასოდეს არ აცვამდნენ ჯვარს. его бы никогда не распяли. ზოგი ისე ქადაგებს, Многие так проповедуют. რომ ეს იესოს რომ ეკადაგა მის Если დროს. бы это Иисус в свое время проповедовал, ვინ იტყოდა ჯვარსაც იესო? то говорили бы, распни, распни. რატომ აცვეს იესო ჯვარს? Почему Иисуса распяли? ეფერებოდა მათ? Он шел их, ეუბნებოდა მიყვარ ხარ და თქვენ ხართ რაც ხარ? я люблю вас, вы такие классные, არა, ეუბნებოდა ცოდვილები ხარ, вы грешные, გველის წიწილები ხარ. вы поражение ехидны, ესმე, თქვენი мама ეშმაკია. ваш отец дьявол. აი რას ქადაგებდა იესო? Вот о чем говорил Иисус. გიყვარს იესო? Ты любишь Иисуса. ამენ. სიმართლეს რატო არ ქადაგებ? А почему ты не говоришь о истине? Не проповедуешь истину. რეპუტაციას უფრთხილდები? Ты оберегаешь свою репутацию? იქადაგე რაც იესომ გითხრა. Проповедуй то, что Иисус იქადაგე რაც იესომ გითხრა. тебе говорил, что Иисус нам завещал. ეს მეძურფასება. Понимаете, дорогие? ხალხის ჭკუით სიარული ჩაგაგდებს მონობაში. Если ты будешь ходить по мнению людей, это пойдет тебя в рабство. ამიტომ რომ ღმერთის ნება თავისუფლება. Потому что Божья воля – это свобода. ვის სიამოვნებას ვცდილობ ხალხის თუ ღმერთის? А кому мы хотим угодить, людям или Богу? ვის ვემსახურები? Кому мы служим? ო იმის ხათრი მაქვს. Вот тебе вот неудобно перед ним. ო იმას რაღაც კამფეტი მომცა და მისი ხათრი მაქვს. Он дал мне конфету, мне неудобно перед этим человеком. სამსახურში მიმიღო და მისი ხათრი маქვს. Он привел меня на работу, мне неудобно перед человеком. იცით ხათრი რა არის? Что такое вот это? Что неудобно как бы? კომპრომისი ძალიან ცუდი ბიძაშვილი. Это просто двоюродный брат, очень плохой двоюродный брат компромисса. ამენ. ნახეთ რას ამბობს. Что здесь написано? შემდეგში. Следующее. ხათრი მონობის ერთ-ერთი ფორმაა. Когда вот тебе неудобно от людей, что это какая-то вид, вот разновидность рабства. ამენ. ხათრი ეს არის მონობის Что ერთ-ერთი тебе как ფორმა. неудобно, это значит, как ты уже в рабстве, это какая-то форма рабства. ეს არის სერიოზული ტყვეობა ძვირფასებო. შემდეგი ის ნახოთ. აი კომპრომისი დაშვება. Вот что делает компромисс. ყოველი კომპრომისი Каждый компромисс. ერთი შემოხვეული წრე არის თოკით შენზე. Это просто вот одна веревка вокруг тебя. უკვე აღარ შეგიძლია განთავისუფლება. И ты уже не можешь высвободиться. უკვე დაბმული და დატყვევებული ხარ. А ты уже в рабстве, ты уже связан. გალატელთა 1:10. Когда там 1:10. ახლა ადამიანების დატყუნებას ვცდილობ თუ ღმერთისას, თუ ვცდილობ ადამიანებს ვაამო,
ადამიანებს რომ ვაამბობ, ქრისტეს მსახური აღარ ვიქნებოდი. Потому что я угождаю людям и Богу. Если бы я угождал людям, говорит Павел, я бы не был рабом Христа. არასწორი კომპრომისი მიზანს აგაცილებს. Да неправильный компромисс тебя уведет от цели. ამიტომ არჩევნის წინაზე უნდა დადგე. Ты должен стать перед выбором. ამენ. Аминь. აირჩიე. Ты должен избрать. ნახეთ ტოზერმა რა კარგად თქვა ძვირფასებო. Как хорошо сказал Тозер. იყო მართალი ღმერთთან, Быть правым пред Богом ხშირად ნიშნავს, часто означает რომ გქონდეს უსიამოვნება ადამიანებთან. иметь неприятности с людьми. ამენ. თუ გინდა მართალი იყო ღმერთთან, Если хочешь быть праведным пред Богом, მაშინ ხალხთან უნდა იყო პრობლემებში. тогда среди людей у тебя будут проблемы. თუ გინდა პრობლემებში არ იყო და კარგად იყო ხალხთან, А если ты хочешь иметь проблемы и быть на хорошем счету у людей, მაშინ ღმერთთან იქნები პრობლემებში. тогда у тебя проблема будет с Богом. ამიტომ არჩევნის წინაშე დაგაყენა უფალმა. И Бог дал, ты стоишь перед выбором. ორალ რობერტს აქვს ნათქვამი ძვირფასებო. Робертс говорил. ძალიან ბევრს ლაპარაკობს საერთოდ ორალ რობერტსი კომპრომისზე. Орел Робертс очень много говорил о компромиссе. მერცის მაგარი კაცი იყო ის. Он был один из великих мужей. თუ გინდა არ დაკარგო რისი შენარჩუნებასაც ეცდები და რომ დარჩეს გინდა, Если хочешь, что ты хочешь сохранить, ты хочешь это сохранить, არ წახვიდე ბიბლიის წინააღმდეგ. никогда не иди против Библии, не выходи против ამენ. Библии. და კიდე თქვა მარ, Еще сказал Орел Робертс. იცხოვრე რწმენით, Живи верой, უარი თქვი კომპრომისზე откажись от компромисса, და ღმერთი წამოგწევს. и Бог тебя поднимет. ო, რატო ცვლილება არა ჩემს ცხოვრებაში? Почему в моей жизни нет ამიტომ перемен? კომპრომისზე მიდიხარ. Ты идешь на компромисс. ესმეთ, არ წახვიდე. Не иди на компромисс. ძვირფასებო აბრაამი არ წავიდა კომპრომისს. Авраам не пошел на компромисс. იოსებმა ძლივს დააღწია თავი, თორე დაიღუპებოდა. И Иосиф как-то вышел, чтобы не погибнуть. მორდეკაი გახსოვთ? Вы помните Мардахея? არ წავიდა კომპრომისზე. Он не пошел на компромисс. რის გამოც ესთერიც არ წავიდა კომპრომისზე. И из-за этого Исрит тоже не пошел როგორ на მიყვარს компромисс. იერემია ძვირფასებო. Как я люблю Иеремию, пророка არ Иеремию. წავიდა კომპრომისზე. Он не пошел მერტი на ეუბნებოდა მიდი მეფესთან, Бог говорил ему, иди к царю. უთხარი რომ შენ გაიძვერა და ტუტუცი ხარ. Скажи, что ты бессовестный. წახვალ მეფესთან ეტყვია მას. Ты идешь к царю, это скажешь ему. იერემიამ დაუჯერა. Но Иеремия поверил и пошел. აი, შეუძლებელია იერემია სერიოზულად იკითხო Невозможно Иеремию серьезно читать. და ღაპაღუპით არ მოგდიოდეს. Неважно, что слезы и плач რა გადაიტანა ღმერთის სიყვარულის გამო? за любви и послушание Богу, что такого не перенес. რა კაცი იყო იერემია? Каким человеком, Аминь. мужем был Иеремия? ატომური ბომბა Он был атомной бомбой. და მაგალითი შენთვის რო არ წახვიდე Он был კომპრომისზე. для тебя примером не идти на компромисс. დანიელი არ წავიდა კომპრომისზე. Даниил не пошел на компромисс. სამი ძმაკაცი არ წავიდა კომპრომისზე. Три юноши не пошли на компромисс. პეტრეს რამდენი ცდუნება ჰქონდა და არ წავიდა კომპრომისზე. У Петра сколько было соблазна, но он Иди не на то. пошел на компромисс. Почему? სატანა გაუშვა და დარჩა იესოს. Он дьявола отпустил, стал с Иисусом остался. ჰალელუია. თუ გინდა არ წახვიდე კომპრომისზე, გაუშვი სატანა. Если не хочешь идти на компромисс, просто выгони дьявола, останься с Иисусом. ჰალელუია. ჩარლს პერჯენს აქვს საოცარი გამონათქვამი ძვირფასები. წავიკითხავ. სწორად მოგცევა შეიძლება არ იყოს შენ ცხოვრებაში ხშირად სარფიანი. Чтобы вот поступать правильно, может часто в твоей жизни это не будет выгодным. შეიძლება ავტორიტეტი დაეწევს ქვემოთ. Может твой авторитет понизится. აღმოჩნდები საჭიროებაში. Ты будешь в нужде. პრობლემებში იქნები. Будешь в проблемах. ცოტა სხვანაირად დაეცემი, То есть ты упадешь, მაგრამ მაინც არ წახვიდე но კომპრომისზე. никогда не иди на компромисс. ამენ, მაინც არ წახვიდე. Не иди на რაც არ უნდა компромисс. მოხდეს. Что бы ни და произошло. ღმერთი იმასთან არის, ვინც არ მიდის კომპრომისზე. Все, кто идет на როგორც компромисс. აი იმ გმირებზე, რომელიც Как ჩამოგითვალე. вот с героем, который говорил с библейскими არანაირი კომპრომისი, Никакой компромисс. უკომპრომისობა ბოლომდე. Без компромиссов до конца. უკომპრომისობა არის სერიოზული ბრძოლა. Да без компромисса, чтобы это серьезная борьба. თუ შედიხარ ამ бრძოლაში, Если ты входишь в борьбу против მაშინ ბოლომდე იბრძოლ. компромисса, то воюй до конца. თუ არ გინდა შესვლა, Если не хочешь войти, მაშინ საერთოდ დაანებე ყველაფერს თავი. тогда оставь все в покое. ამენ. ნუ ცხოვრობ ხალხისგან შექმნილი მოლოდინით. Вот не живи ожиданием людей, не живи. ნუ უყურებ ტრადიციას, ხალხი რასაკეთებს. Не смотришь на традицию, что делают люди, ერთმა ხელმა არ იცოდეს მეორე, чтобы одна рука რას შვება. не знала, что делает другая рука. ძვირფასებო გეხაზი დაღუპა გამორჩენა. Вот Гези погубила вот это, он хотел выделиться. ადვილი გზები წარმატების მიღწევა. Он хочет носить успеха легкими შრომის, путями. ბრძოლის გარშე, თოხის გარეშე. Да без вот
вот мартышки, бежит ვიღაცის ხარზე, до труда. Вот за счет кого-то хотел достичь успеха. რასაც პარაზიტობა ეწოდება. Это называется позиция. პოზიცია. Позиция. ო, მინდა რომ სულ შემაქონ, ეგ დახეთ რა გავაკეთე. Хочу, чтобы меня всегда хвалили. Посмотрите, что я сделал. Хвалите меня. ორდენით დამასაჩუქრ მედლით. Я хочу, чтобы меня орденом, медалью наградили. ნუ ეცდები სხვის ხარზე, სხვის უბედურებაზე აწყო შენი ბედნიერება. Но на чужом горе не строй свою ნახეთ რა счастье. საინტერესო ილუსტრაცია მაქვს. Какой мне есть интересная თქვენთვის. иллюстрация. Вот для вас. ერთი медали ნორმალურია. Вот მეორის это არა нормально, უჭირს. а потом ничего. მესამე ცოტა კისერი На მოგიღუნა. третий чуть-чуть уже тяжелее. მეოთხეც გინდა Ты четвертый хочешь. კიდე давать. უფრო. Еще და ნახეთ ბოლო медали. дай, вот последняя медаль. უკვე ვიღაცას ფეხს ულოკავ. Да ты кому-то уже лижешь. რისთვის? თავია медали გქონდეს თუ რასაკეთებ რა Да მნიშვნელობა. главное иметь медаль. Ну что ты там делаешь, неважно. შეკებას ნუ ელოდები ადამიანისგან. Не жди похвалы от людей. ის ბოლოს იმას მოგთხოვს, ნახე, რაც Потому что люди будут тебе вот так вот, что ты лизал их ногу. ღმერთისთვის იღვაწე. Сражайся за Бога. იღვაწე ღმერთისთვის. Сражайся за Бога. იესო იყო უკომპრომისო. Иисус был без компромисса. ტრადიციას ამსხრევდა იესო. Он нарушал и рушил традиции. ხალხის თქმულებებს და ადათ-წესებს. Вот всякие там вот обычаи людские. თქვენ он შეგიყვარდებათ ломал. ახლა ეს ილუსტრაცია. Вы полюбите эту иллюстрацию. ნახეთ. იესო გამოყარა ეკლესიიდან. Да выгонял это с церкви, он выгонял с храма. საიდან შეიტანეს ის ეკლესიაში? Да откуда это внесли в церковь? მოვა დრო და ამაზე დაფიქრდებიან. Да придет время, и люди задумаются об этом. მიყევი იესოს. Следуй за Иисусом. შეხედე რას იგებ. Вот что ты выигрываешь? იმიტომ რომ რის ხარზე იგებ ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაღაცებს აგებ. Да ты что-то выиграешь, но за счет, за какой счет? არ წახვიდე კომპრომისზე ბიბლიასთან. Иди на компромисс с Библией. ამენ. შეიყვარე მთელი ბიბლია. Возлюби полностью Библию, всю არა Библию. კონტექსტიდან არ მოგვლიჯო арაფერი. Никогда не вырывай слово из Модит нахуй. контекста. ესეც შეგიყვარდებათ. Это то, что მე иллюстрация. მიყვარს ბიბლია, სადაც უფალი მეუბნება რომ ვიყვარ ვარ. Я люблю Библию, когда написано, что Господь меня любит. მაგრამ სადაც მხილება. А там, где обличение, მით უმეტეს როდესაც პასტორი ხადაგე. и только когда пастор проповедует, ეს ფურცელი ჯობს არ იყოს ჩემს ბიბლიაში. пусть этой странички не будет в моей Библии. მიუბრუნდი შეზგვერდით ვინც ის დაუთხარ. შენ ესეთი არ ხარ. Скажи рядом всегда, что ты не такой. ძირფასებო. სანიმუშოა, Образцовый. სამაგალითოა. Это ბებია ქალების ისტორია ბიბლიაში. повивальных бабок, история повивальных бабок в Библии. ესენი კომპრომისი არ წავიდნენ. Они не пошли на компромисс. გაჭირვებაში, სიდუხჭირაში, შიმშილში. В голоде, в нищете. მეფემ შესთავაზა კომფორტი. Этот царь сказал, что вы будете в комфорте, предложим им комфорт. სახლი, საჭმელი. Дом, пищу. იმიტომ რომ უთხრა რომ თუ ამას გააკეთებთ მოგცემთ, მაგრამ თუ არა მოგკლავ. Он сказал, что сделайте так, и я дам вам комфорт. Если это, я вас убью. და არ წავიდნენ კომპრომისზე. Но эти повивальные бабки, они не пошли на компромисс. რა საოცარია უფალი. Какой наш чудесный Бог. რამდენი მაგალითია ძვირფასებო. Сколько примеров. იცით კიდე რამდენი მაგალითია ბიბლიაში? Знаете, еще сколько примеров в Библии. რომ თუ არ წახვალ კომპრომისზე უფრო მეცხებულობ და იმარჯვე. Если ты пойдешь на компромисс, ты получаешь больше, ты побеждаешь. ამენ. Аминь. ისინი არ გაიკიდნენ ამ წარმატებას და კურთხევას. Они не бежали за благословением, вот за этими щедротами фараона. ჰალელუია. ამიტომ ხორცი რას ეთყოდა? Что сказал Хлеб? გეხაზი ხორცის პროტოტიპია. Вот есть прототип плоти. ელისეს რა უთხრა? Что сказал Елисей? აქ ელისეს ხორცი ეუბნებოდა ძვირფასო. И сейчас вот с Елисеем плоть говорила. ფული გამოართვე კაცო, ხო არ იპარავ, გაძლევს. Что ты дай деньги, давай себе эти деньги, ты же не воруешь. ელისი არ წავიდა კომპრომისში, არ უსმინა ხორცს. Елисей не послушал плоть, он не пошел на компромисс. იცი ხორცი რისი ღირსია? Вот плоть чего достойна? არა მხოლოდ ლებრა ქართულად როგორა. რა დაემართა იმას? კეთრი. Да, плоть достойна вот не только არა მხოლოდ не только проказа. არა მხოლოდ ყურიმითი, რა ქვია. კეთრი. Да не только проказа. ჯვარცმით! Она Аминь. заслуживает распятие. ჯვარცმით! Распятие. ჯვარსაცვი შენი ხორცი.
распитывая плоть. ჰალელუია. ამიტომ გეხაზი ერთგვარი პროტოტიპია ხორცის. Вот здесь как бы прототип плоти подскока. მიიღო მისი საკადრისი. Он получил свое. ხორცი მეტის ღირსი არ არის. Плоть недостойна. უთხარი შენს ხორცს მეტის ღირსი არ ახარ. Плоть ты большего не შენი достойна. ადგილია ჯვარზე. Твое место на кресте. ამენ. პავლე იყო ამისი საოცარი მაგალითი Павел თვითონ. был прекрасным примером этого. სასწაული წარსულით. У него было чудесное прошлое. ამენ. სასწაული წარსულით. У него было вот такое чудесное და прошлое. რამდენს და როგორ კარგად გვასწავლის რომ არ წავიდეთ კომპრომისს. Как хорошо нас и сколько нас учит, чтобы не шли на компромисс. რომ არ ვუსმინოთ ამ კეთროვან ხორცს, Не слушать эту прокаженную плоть, არამედ ვუსმინოთ წმინდა სულს. но слушать Святого Духа Святого. ნახეთ რა საოცარი ადგილია გალატელთა 1:16. Галатам 1:6. ეხლა შენს გონებაში აფეთქდება რაღაც. Сейчас в твоей голове будет взрыв. გამოეცხადებინა ჩემში თავისი ძერათა წარმართებისთვის მეხარებინა იგი და მყისვე როდი ვეთათფირე ხორცსა და სისხლს. Да Бог решил открыть во мне сына. Я не советовался с плотью. Когда я советовался с плотью, ამენ. მე არ ვეთათფირე ხორცს და სისხლს. я не пошел на согласие с плотью. Я не Да, согласовался. Да, плотью и кровью. Амен. Не советовался с плотью и кровью. შენ ეთათფირები ხორცს და სისხლს? А ты советуешься с плотью и с кровью. ა? როდესაც უფალი რაღაცას გეუბნება, Когда Бог тебе что-то говорит. ეთათფირები А ხორცს? ты советуешься с плотью, что плоть скажет. მოდის სახურებაზე Да приходи на არ служение. დააგვიანო, Не опаздывай. აპატიე, Прочти. შეიყვარე, Возлюби. შესწირე, Пожертвуй. არ გააცდინო. Не пропускай. და იცით, ხორცი თუ მას ეთათფირები რას გეუბნება? Если ты советуешься с плотью, что она тебе говорит? ამის არ შემიძლია. Сегодня я не могу. ეხლა ვერ შევძლებ. Сейчас я не смогу. ეხლა არ მაქვს. Сейчас у меня нету. ჯერ მან გააკეთოს. Пускай они советуют. აი რომ მოვიცლი მერე, Когда у меня будет время, я რომ сделаю. მოვახერხებ მერე. მე Да потом я. ნუ ი Да плоть говорит такие, гуга. ა ეთათფირები. Потому что ты советуешься с ვის плотью. ეთათფირები? С кем ты советуешься? პავლე გასწავლის. И Павел учит тебя. არ ეთათფირო. Не советуешься Готовы с идти? плотью. Знаешь почему? დამღუპველი მრჩეველია. Да потому что она вот будет тебя пожирать, она очень пагубна. და მინდა ამ მოსაზრებით დავამთავრო დღეს ვიფასებ. И хочу этим выражением закончить. საოცარი პიროვნებას ვიგზავნა. Чудесный человек, спит, ძალიან მიყვარს ეს кაცი. я люблю этого мужа, წვევის კაცი. мужа веры. თუ შენ ტოვებ ხალხს, როგორც იპოვე ის, Если ты оставляешь людей такими, какими нашел их, მაშინ ღმერთს არ ულაპარაკია შენი მეშვეობით. то Бог не говорит через тебя. თუ შენ ხდი ხალხს, Если ты делаешь людей, თუ შენ არ ხდი ხალხს, если ты не делаешь людей ან გახარებულს, ან გაბრაზებულს, радостными или злыми, მაშინ შენ მსახურებას რაღაც აკლია. то твоего служения чего-то не достает. თუ შენ არ დაგიწყია ომი, Если ты не начал войну, ეს ცუდი ბრძოლა, то это плохая работа. ეს ცუდი მუშაობა, Это სამუშაო. плохая работа. ამენ. Аминь. ამიტომ იმას ნუ უყურებ ხალხს ეწყინება. Не то, что люди обидятся. ამენ. ღმერთი რას ამბობს ის უთხრა. Что будет Господь, это главное. და არ წახვიდე არასდროს კომპრომისზე. Никогда не иди на და компромисс. ყველა უკომპრომისო Без компромисса. ხმამაღლა შესძახა. ამენ ჩვენს უფალს. ხება და დიდება ჩვენს უფალს იმასება. ამენ. ეს არ არის უკომპრომისო ტაში. ამენ. მოდი წამოვიდეთ.